ერთი რამე მინდა ვთქვა უბრალოდ არ მინდა ხა სიტყვის გაგრძელება, მაგრამ ვერ ვითვლი. მე ადრე ვთქვი და ეხლა კიდე გავმეორებ. ერთმა პატრიარქმა თქვა, რომ ჩვენ და მუსულმანებს ერთი ღმერთი გვყავს. ცოტა ხნის. როგორ აქვს ერთი ღმერთი? მათთვის იესო ქრისტე არის წინასწარმეტყველი. და ნახეთ რა მისმენთ. ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია, წინასწარმეტყველების თავები დგანან მის წინაშე როგორც მონები. და მადლობას უხდიან და თაყვანისმენ იმისთვის, რომ ბალმა უნდა გამოიხსნას კაცობრიობა. ძალიან დიდი განსხვავებაა ღმერთსა და წინასწარმეტყველს შორის. ჩვენ გვსავს წმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა. მუსულმანებს ასე არის. ამიტომ ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენ და მათ სარწმუნოებაში. და სიცხულია, რომ ქრისტიანი კაცი ასეთ რამეს იტყვის და თანხმამაღლა გამოაცხადებს ამას. ასე რომ ფიქრობს ეგ სიცხულია, ამას რომ ამბობს კიდე საერთოდ ეს სიცხულია. მერთმა ფერისვალების მადლით იმასაც და ყველა გზავნებს რომელმაც ვერ გაიგო რა არის მართლმადიდებლობა, ღმერთმა ყველას გააგებინოს. ნახეთ რა მკაცრი სიტყვები იყო ბოლოს, ვისაც ისე არ წამს, იმან როგორც ეკლესიას, იმან ღმერთის დიდება ვერ ნახოს. ცოცხლების წინიდან ამოიშალოს, ეს ძალიან მკაცრი სიტყვები. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ყველა ღვთის დიდებას ვეღოთ და ცოცხლების სიკშის ვეცეროთ. მისი მადლით და გასაყურებლით.